ბუბუ. ბეკო, აქ უყვართ ხოლმე შესვლა და გაძვრა. საქართველოში ყოველდღიურად არაერთი მიკედლებული ძაღლი იკარგება. ზოგი სად გაბოდიალდება ხოლმე, ზოგიც სად. მაგალითად, ჩორნა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დიდი მოყვარულია. ჩორნა არის ერთ-ერთი ყველაზე მაიმუნი და ბოდიალა ძაღლი და მერე მისი მიმკედრებელი მთელი თბილისის მასშტაბით ეძებს ხოლმე და მთელი თბილისი ჩართულია ხოლმე ჩორნას ძიებაში. ჩორნა და მისი მიმკედლებელი მარტო არ არიან. სუგების მოსაძებნად ქუჩა-ქუჩა სიარული თითქმის ყოველდღე უწევთ ბეკუნას, გიშის, ბონჩოს, დანდალას, ბუბუს, ტომისა და ლეკვუჩების მიმკედლებლებს. ნინოს, ნანუკას, ეკას, სალომესა და ნინიშას. ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემა ქუჩაში მცხოვრებელი ძაღლების არის მათი დაკარგვა. სულ შიში მაქვს, რომ რამე ცუდი ხომ არ მოხდა. მე რო ფიქრობ, ვინმე ხომ არ წაიყვანა, დაიკარგა სხვაობაში წავიდა ავტობუსებში ჯდებიან ძაღლები და ასე შემდეგ. ხშირად ხდება რომ ვპოულობთ, მაგრამ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე რომ საერთოდ ვერ ვპოულობთ. ყველაზე მეტად ალბათ იმაზე ვნერვიულობთ ხოლმე რომ სხვა ძაღლებმა არ დაჩაგრონ, დააყბენილიან, ტრამვირებული არ ვიპოვოთ. იმისათვის რომ სუგებმა მიმკედლებლები აღარ გაანერვიულონ, წარმოგიდგენთ ზუმერულ საყელურებს. ზოომაღაზიებიდან წამოვიღეთ ძაღლების საყელოები, ხოლო ზუმერის დახლებიდან GPS თეგები. შემდეგ კი ასე მარტივად დაუკავშირეთ ერთმანეთს. ზუმერული საყელურები მზადაა. რაც თავარია, ახლა მიმკედლებლები მოუსვენარით სუგების კვალზე წამებში დადგებიან. ლეკუჩა! ბეკო, გრეტა! აქ ხარ ჩემი ვამაისი. ასე რომ ძვირფასო ბეკუნა, ბონჩო, ბუბუ, დანდალა და სხვა მიკედლებულო სუგებო. ამიერიდან შეგიძლიათ თავისუფლად იდანდალოთ, რადგანაც თქვენი მიმკედლებლები თქვენს პოვნას სულ სწრაფად შეძლებენ. თუმცა ყოველი შემთხვევისთვის ავტობუსში ნუახვალთ. ჩამოდით უკან.